როგორც მოგეხსენებათ, დაკავებული იქნა ქალბატონი ხოშტარია და თუ რა პირობებში ამყოფეს ის დაკითხვის პროცესში, ამას ჩვენი ნიკუტა მოგვიყვება. მოდით ერთად მოვუსმინოთ. ელენე გააშიშვლეს ბოლომდე უკან შეუკრეს ხელები და ესე ჩვეულებრივ ოთახში, ჩვეულებრივ საწოლზე გაშიშვლებული ქალი პოლიტიკოსი ეწვათ საკმაო ხანს და მეტალო დეტექტორს ატარებდნენ შიშველს სხეულზე დიდი ხნის განმავლობაში. შევთხოვთ ხوارით მეტალო დეტექტორით სხეულზე რა უნდა იპოვო. ჩემო ნიკუშ მგონი ნაწამები ის არის, ვინც იძულებული გახდა შიშველ ხოშტარიაზე ეყულებინა. აი რაც შეეხება მეტალო დეტექტორს, თუ რა შეიძლებოდა ეძებდნენ სამართალდამცველები და ნამდვილებით ვერ გეტყვით, თუმცა თამამად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ისინი ეძებდნენ მიკროჩიპს, რომელიც შეიძლებოდა დამონტაჟებული ქონდეს თავის არეში ან სხეულის ნებისმიერ წერტილში. და თუ გაინტერესებთ, თუ რა მიკროჩიპზეა საუბარი, გეტყვით, რომ ეს ის ჩიპია, რომელიც მას მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაუმონტაჟეს თავის დროზე.